თავისუფლება რაღაცა შინაგანი ემოცია, რომლის გამოხატვა ძალიან კარგია და მარტივია, როცა ხელს არავინ არ გიშლის, მარტო ხარ და ბუნებასთან ახლოს ხარ. რაღაცა ეს თემაა. ვიღაცა იტყვის ალბათ, რომ ეს და ისო რანაირად. რა ვიცი. გაჩნია ხასიათს. აბსტრაქციის თემა იყო და უბრალოდ ექსპერიმენტები. ნახე როგორი მასალაა. ისეთია რა, ცოტა ამბურცული, რელიეფური. ეს არის ადამიანის და ბუნების ერთობლიობა, ასე ვთქვათ, რა, აი გარემოში როგორ გზნობს თავს. ეს ნამუშევრები თითქმის ყველა გამოფენაზე მქონდა. პერსონალური გამოფენები, რაც მქონდა, ყველა ნამუშევარი გატანილია. ეგვიპტის ღმერთები, მათი ეს რაღაცა ლიდერები, კაცები, ქალები, რა ვიცი, ყველა ერთად. მინდოდა თან რაღაცა 3D ეფექტი მქონოდა, ანუ რაღაცა ისეთი ყოფილიყო რა, განსხვავებული და ბევრი ნამუშევარი მაქვს აქედან, მაგრამ ყველაზე ძირფასი მაინც ეს ნამუშევარია, ახლა რასაც იღებ შენ. ამ ნამუშევარს ქვია ბუნება. ეს ლინოეუმია კი. ანუ ვინც არის ახლა აღმოსავლური კულტური დაინტერესებული და ზოგადად ეგვიპტის თემა ძალიან მოსწონს, იმით შეიძლება საინტერესო იყოს. საერთოდ ყველა ნამუშევარი ხატვას რაც უნდა არ მოსწონს, ყველა ერთნაირი, ზოგი საერთოდ არ მოსწონს. თუ დროს გაუძლო, მე მგონი ის ნამუშევარი შედგა. ეს ჩემი საყვარელი მწვანე ფერია. პორტრეტი მაქვს დახატული. ზოგი მომწონს, ზოგი ნაკლებად, მაგრამ გაჩვენებთ. რა ვიცი, შეიძლება დამალული ნარცისიზმია. საკუთარი თავის ხატვაც, მაგრამ ამ შემთხვევაში არის აი რაღაცა ესეც გვარი ექსპერიმენტია. ხო, ეს რაღაცა ჩვენი ყოველდღიურობა გაბრანჭის თემა. ეს ერთგვარი ექსპერიმენტი იყო. საკუთარი თავის დახატვა და მინდოდა რომ ჩემი თავი რაღაცა სხვადასხვანაირი ნინა, სხვადასხვანაირი დამეხატა. დენიმე სანტიმეტრი უნდა იყოს შუაში, ისე უნდა დაიკიდოს. ჩემი ადამიანები რა და ჩემი დედამიწა. საიდანაც გარბიან ადამიანები. შემოქმედებითად როცა ფიქრობ იმაზე რა დავხატო. ისეთი განწყობა მაქვს, რომ აქ არ ვარ. აუხსნელია ეს განცდა. ალბათ ხატრებს ზოგადად არ მარტო ხატრებს შემოქმედ ადამიანებსაც და ან ისეთ ადამიანებს, ვისაც აქვს შინაგან ეს რაღაცა განწყობა, როცა ძალიან ბედნიერი ხარ, თითქოს ეს გარემო, ეს ყოფადობა ვეღარ იწევს შენს განწყობას რა. და აი გადიხარ და ეს დედამიწიდან გასვლა დავუქვი ამ სერიას. თავთან გაიგია. აუ რა კაია როგორ უწოს. ამას ქვია ჭკვიანი და ცელქი. ფრენა და ფრენის სურვილი სხვადასხვა რამეა. ჩემი საყვარელი ნამუშევარია სხვათა შორის. ეს კორონას პერიოდია.